გონიოს მოსახლეობის პრეტენზიებს საჭარის მთავრობაში პასუხობენ. კომისიის ხელმძღვანელი დავით გაბაიძე ამბობს, რომ მიწების გაცემისთვის სამართლებრივი საფუძვლების მომზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ გონიოში მიწის საკუთრებაზე პრეტენზიას 418 პირი აცხადებს. არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც მიწის ნაკვეთს არ ფლობდნენ, თუმცა ფართობის მიღების სურვილი გამოთქვეს. კომისიის პრეროგატივაა დაადგინოს სადაო მიწების ადგილობრივი ხელისუფლების მფლობელობაშია თუ ცენტრალური მთავრობის. დავით გაბაიძის განცხადებით, მასალების მომზადება დაახლოებით 1 თვეში დასრულდება. დაზუსტა სიები, სულ 418 განცხადების რეგისტრაცია მოხდა და ამ 418 განცხადების გადაჯგუფება, გადახარისხება მოხდა იმის მიხედვით, ვის ჰქონდა საკუთრებაში აღიარებული და ვის გაუუქმდა, შემდგომ ვის აქვს სარგებლობაში ხელშეკრულებებით და არ მოხდა თავის დროზე აღიარება და გარდა ამისა გვაქვს 57 განცხადება რეგისტრირებული ისეთ პირებსაც, რომლებიც არასდროს არ სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთებით, თუმცა ითხოვენ ისინიც მიწის ნაკვეთებს და მათი მოთხოვნის საფუძველი არის ის, რომ თავის დროზე იმას, ვისაც სარგებლობაში ჰქონდა აღებული ეს მიწის ნაკვეთები, ამ მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდა ეგრეთ წოდებული ჩაწყობების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აბსოლუტურად ყველა განცხადებას ერთად განიხილავს და დადებს საბოლოო დასკვნას. დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ 1 თვე იქნება სრულიად საკმარისი, თუ კი კომისიის წევრები მომცემენ ამის საშუალებას და დაჩქარებული ტემპებით ვიმუშავებთ, ადრეც არის შესაძლებელი